წარმოგიდგენთ მარტის ყველაზე ცხელი საფეხბურთო მოვლენების მოკლე მიმოხილვას. იცით, ეს თვე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის დაძაბული მატჩები და მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი საკვალიფიკაციო ეტაპები გველის. პირველი, მოდით გადავხედოთ პარის სენ-ჟერმენის ამდებს. თავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ახლა მართლაც ურთულესი გრაფიკი აქვს. წარმოიდგინეთ, გუნდმა 4 რთული მატჩი უნდა ჩაატაროს, მათ შორის 6 მარტს მონაკოსთან, 11 და 17 მარტს კი უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ჩელსისთან ჩემპიონთა ლიგაზე. აი 22 მარტს კი ისინი უკვე ნიცას ხვდებიან. ხოდა, სავარაუდოდ ენრიკე ძალებს გადაანაწილებს და ჩვენს ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას ძირითადად სწორედ ამ ევროპულ ტურნირზე ვიხილავთ. მეორე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ საქართველოს ეროვნული ნაკრებიც. ჩვენი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მარტის სამხანაგურო თამაშებს შემოდგომისთვის საუკეთესო შემადგენლობის შესარჩევად იყენებს. 26 მარტს ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს, ხოლო 29 მარტს ლიეტუას დაუპირისპირდება. აქ განსაკუთრებული ყურადღება ჩვენს მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე გამახვილდება, რადგან, მოგეხსენებათ, მას სათამაშო პრაქტიკა ახლა ჰაერივით სჭირდება. მესამე და ალბათ ყველაზე ემოციური. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალია. მართლა დაუჯერებელია, მაგრამ იტალიის ეროვნულ ნაკრებს დიდხნიანი პაუზის მერე ტურნირზე მოსახვედრად ისევ სასწაული ბრძოლა უწევს. 26 მარტს მათ აუცილებლად უნდა დაამარცხონ ჩრდილოეთ ირლანდია. შემდეგ კი 31 მარტს უელსის ან ბოსნიის ბარიერი უნდა გადალახონ, თორემ მორიგდით ტურნირს სამუდამოდ დაემშვიდობებიან. ასე რომ, მოემზადეთ უაღრესად დაძაბული თვისთვის, სადაც შეცდომის დაშვების უფლება უბრალოდ აღარავისა აქვს.